მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებ სავსე მთვარეობაზე, რომელიც გვექნება 15 დეკემბერს და ეს სავსე მთვარეობა იქნება ამ წლის ბოლო სავსე მთვარეობა. ეს იქნება მუტაბელურ ნიშნებში, ტყუპები მშვილდოსნის ღერძზე, 24 გრადუსზე, 13 საათსა და 1 წუთზე. აქ ნათობებს დაპირისპირება ექნება ნეპტუნთან. რა თქმა უნდა, ეს რთული სავსე მთვარეობა იქნება, რადგან აქ გაურკვევლობის, ქაოსურობის, ტყუილების ალბათობები ძალიან მაღალია. აქ სუბიექტურობა პიკს აღწევს, ტყუან მართლის გარკვევა გაგვიჭირდება ამ პერიოდში. ამიტომ რა ინფორმაციასაც მივიღებთ, ეს აუცილებლად უნდა იყოს გაფილტრული, რომ ლაბირინთში არ გადაგვაგდოს. განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ ინფორმაციები, რომლებიც მიღებულია ჟურნალისტებისაგან, ფეიქ ინფორმაციები. ამან შეიძლება ძალიან უმართავი გახადოს სიტუაციები. ფარული ზურგს უკან მოქმედებების ალბათობები ძალიან მაღალი იქნება, რაც რა თქმა უნდა აქ უმართავს და დაძაბულს გახდის ასევე სიტუაციებს. აუცილებლად გაფილტრეთ თქვენი კონტაქტები, ინფორმაციები, საქმიანი თემები, რადგან აქ შესაძლებელია იპოვოთ ისეთი ნიუანსები, რომელიც იყოს ტყუილი, რომელიც იყოს გაურკვეველი და შემდეგში ამან ხელი შეგიშალოთ. განსაკუთრებით გაფილტრეთ ძველი ინფორმაციები, რადგან აქ ისევ ჩვენ რეტროგრადულ პერიოდს გავდივართ. შეეხება პიროვნულ დონეზე, აქ აუცილებლად მოერიდეთ მათრობელად და ნარკოტიკულ საშუალებებს, რადგან არის იმის ალბათობები, რომ ინტოქსიკაციის ფონზე ძალიან ბევრი ფატალური შედეგი შესაძლებელია მივიღოთ. გავწყლდით აუცილებლად გზებზე, რადგან ავარიულობის ალბათობებიც ძალიან მაღალია. განსაკუთრებით ფრთხილად მინდა იყოთ მუტაბელური ნიშნები, როგორებიც არიან ტყუპები, ქალწულები, მშვილდოსნები და თევზები და ამ ნიშნებში ვისაც პლანეტები გყავთ 24 გრადუსზე, თქვენთვის უფრო მეტად საფრთხილო იქნება ეს პერიოდი. რაც შეეხება ზოდიაკოს ნიშნების ზოგად ახასიათებას, მე ღერძულად მინდა განვიხილო ვერძის ასწორის ღერძი და ვისაც ამ ნიშნებში გყავთ ასცედენტი, აქ მიაქციეთ ყურადღება, ვინ შემოვა ამ პერიოდში თქვენს ცხოვრებაში. როგორი ადამიანები, აუცილებლად გაფილტრეთ ყველა ინფორმაცია, ყველა საქმე, რადგან აქ ტყუილების ალბათობები ძალიან მაღალია და განსაკუთრებით უცხოელ პარტნიორებთან, ვისაც გაქვთ მოლაპარაკებები, ან საბუთთან დაკავშირებული რაღაც პრობლემები, ეცადეთ აუცილებლად გაარკვიოთ ამ პერიოდში და გამოასწოროთ და აენდობით ამ პერიოდში ადვილად ადამიანებს, რადგან აქ ტყუილების ალბათობები ძალიან მაღალია. ახალი საქმის წამოწყებას არ გიჩვევთ ამ პერიოდში, არ მოაწეროთ საბუთებს ხელი, არ წამოიწყოთ ახალი წამოწყებები. ეცადეთ იმუშაოთ ისევ და ისევ ძველზე. რაც შეეხება კურო მორიელი და ვისაც ასცედენტი გყავთ ამ ნიშნებში, თქვენთან იქნება გააქტიურებული ბიზნეს საკითხები, ფინანსური საკითხები, სხვისი ფული, თან არსებული პრობლემები. აქ იყავით ძალიან ფრთხილად, ექსტრემალურ გადაწყვეტილებებს არ გირჩევთ. თუ ვინმეს ქონების ყიდვა გინდათ ამ პერიოდში, ეცადეთ თავი შეიკავოთ, რადგან აქ ტყუილების ალბათობები ძალიან მაღალია, არ გირჩევთ მოაწეროთ ხელი არანაირ საბუთებს. აიღებთ ამ პერიოდში ვალს. შეიძლება ამან შემდეგში ძალიან დიდ ქაოსურობაში და ძალიან დიდ დანაკარგში გადაგაგდოთ. შეეხება ტყუპები მშვილდოსნის ღერძი. აქ თქვენთან ხდება ეს სავსე მთვარეობა, თქვენ უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად განსაკუთრებით პარტნიორულ ურთიერთობაში. პარტნიორულ ურთიერთობაში ყველა დონეზე, როგორც პირადი, ასევე საქმიანი კუთხით, რადგან აქ არის ძალიან დიდი ტყუილების ალბათობები, კამათისა და დაპირისპირების ალბათობები, შესაძლებელია ამან გამოიწვიოს იმდენად ქაოსი გაურკვეველმა ინფორმაციამ, ჭორებმა, რომ ამან განხეთქილება შემოიტანოს თქვენთან. ამიტომ ეცადეთ არ აყვეთ ამ პერიოდში არანაირ ცრუ ინფორმაციას, გადააფასეთ, გადაამოწმეთ და ისე იმოქმედეთ. რაც შეეხება კირჩხიბი, თხის რქის ღერძი და ასცედენტი, ვისაც გყავთ ამ ნიშნებში, თქვენთან აქ არის იმუნიტეტი ძალიან დაბალი. აქ შესაძლებელია გააქტიურდნენ ფარული მტრები თქვენს ზურგს უკან, ტოქსიკური ურთიერთობებიდან გამოდით ამ პერიოდში, ასევე სამსახურში თუ ვინმეს არეულობა, ქაოსურობის სიტუაციები გაქვთ, ან ინფორმაციას, რომელსაც მიიღებთ, აუცილებლად ეს უნდა იყოს გაფილტრული, გაანალიზებული ყველაფერი, მოერიდეთ აუცილებლად ჯანმრთელობას, რადგან აქ
არის იმის ალბათობები, რომ ნარკოტიკულმა საშუალებებმა, მათრობელა საშუალებებმა ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგიყვანონ, ან ინფექციური დაავადებების ალბათობებიც ძალიან მაღალია. ამ პერიოდისთვის იოგა და ძალიან მშვიდი გარემო. დაგირჩევთ, ასევე გამოდით ამ პერიოდში შიშებისგან, ფობიებისგან, იმ ადამიანებისგან, რომლებიც არ გაძლევენ საშუალებას განვითარდეთ, გახვიდეთ და თქვენი საქმე გააკეთოთ. ესენი არიან თქვენთან ტოქსიკური ადამიანები და ამ ტოქსიკური ადამიანებისგან აუცილებლად ეცადეთ განთავისუფლდეთ. ლომი მერწყულის ღერძი და ვისაც ასცენდენტი გყავთ ამ ნიშანში, თქვენ ეცადეთ სასიყვარულო ურთიერთობაში იყოთ ძალიან ფრთხილად, აქ ენდეთ ინტუიციას, გამოასწორეთ ძველი შეცდომები ურთიერთობებში, ასევე შვილებთან, მეგობრებთან, განსაკუთრებით ერთიან პროექტებში მერწყულებმა, საქმიან თემებში ეცადეთ ყველა ინფორმაცია გადაამოწმოთ და ისე იმოქმედოთ, ისე ჩაერთოთ საქმეში და ისე ითანამშრომლოთ ადამიანებთან, რადგან აქაც ტყუილების და იმედგაცრუების ალბათობები შესაძლებელია მაღალი იყოს. ქალწული თევზების ღერძი და ვისაც ასცენდენტი გყავთ ამ ნიშნებში, ეცადეთ ფრთხილად იყოთ ოჯახში და სამსახურში. სამსახურში შესაძლებელია ამან გამოიწვიოს ქაოსური სიტუაციები და დანაკარგები, დაპირისპირება უფროსებთან, ხოლო ოჯახში თუ ვინმეს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები გაქვთ გააქტიურებული, ეცადეთ ამ პერიოდში არ მოაწეროთ არაფერს ხელს, რადგან აქ ტყუილების ალბათობები, ქაოსურობის ალბათობები ძალიან მაღალია. შეიძლება ამ პერიოდში შეუმჩნეველი იყოს ეს ყველაფერი და იმდენად სუბიექტურად აღიქვავდეთ სიტუაციას, რომ ამან შემდეგში ძალიან ცუდი ქაოსური სიტუაციები გამოიწვიოს. მე მინდა განსაკუთრებით თევზებმა ობიექტური გადაწყვეტილებები მიიღოთ, რადგან აქ არის იმედგაცრუებების ალბათობები. წარმატებები მინდა ყველას გისურვოთ, გამოიწერეთ ჩემი არხი და დამილაიქეთ.